დიმიტრი უზნაძე, ქართველი ფსიქოლოგი და ფილოსოფოსი. ადამიანი, რომელმაც სცადა აეხსნა ის უხილავი ძალა, რომელიც ჩვენს აღქმას და ქცევას წინასწარ განსაზღვრავს. შექმნა ფსიქოლოგიის სამეცნიერო სკოლა და საფუძველი ჩაუყარა იმ იდეებს, რომლებიც დღესაც განიხილება როგორც ადამიანის ფსიქიკის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ახსნა. უზნაძის მთავარი აღმოჩენა იყო განწყობის თეორია. მისი აზრით, სანამ ადამიანი რამეს დაინახავს, გაიგებს ან განიცდის, მასში უკვე არსებობს გარკვეული შინაგანი მზადყოფნა. ერთგვარი უხილავი პროგრამა. უზნაძე ამას განწყობას უწოდებდა. ეს არის მდგომარეობა, რომელიც თითქოს წინასწარ აწყობს ჩვენს ცნობიერებას და შემდეგ სწორედ მისი გავლენით ვხედავთ სამყაროს. ამ იდეის დასამტკიცებლად მან შექმნა ცნობილი ექსპერიმენტები, რომლებიც დღეს უზნაძის ეფექტის სახელითაა ცნობილი. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი იყო ბურთების ექსპერიმენტი. ადამიანს რამდენჯერმე აძლევდნენ ერთ ხელში დიდ ბურთს, მეორეში პატარას. განმეორების შემდეგ გონებაში ყალიბდებოდა გარკვეული მოლოდინი. შემდეგ კი ორივე ხელში ერთნაირი ზომის ბურთს აძლევდნენ. მიუხედავად ამისა, რომ ბურთები იდენტური ზომის იყო, ბევრი მაინც გრძნობდა, რომ თითქოს ერთი დიდი იყო და მეორე პატარა. ამ მარტივმა ექსპერიმენტმა ძალიან ღრმა რამ აჩვენა. ადამიანი ყოველთვის იმას არ ხედავს, რაც სინამდვილეშია. ხშირად ის ხედავს იმას, რისთვისაც უკვე მზად არის. უზნაძის იდეა გვაფიქრებინებს, რომ რეალობასა და ჩვენ აღქმას შორის არსებობს უხილავი ფენა, შინაგანი განწყობა, რომელიც ჩუმად, შეუმჩნევლად მართავს იმას, როგორ ვხედავთ სამყაროს. რაღაცა ისეთი სიტუაციები იყო, რომ აი უზნაძეზე უნდა მოვსულიყავი და ბოლო პერიოდში უჩვეულოდ ხშირად მომიწია აქ მოსულა მეთქი. რატო და აი მე იყო ეგ განათება, რომ მეთქი დიმიტრი უზნაძეზე ალბათ ერთი გადაცემა უნდა გავაკეთოთ. განწყობის ენითაც ამ გარემომ ეს მოთხოვნილება დაბადა. ასე რომ განწყობა მოქმედდა. დიმიტრის ბიოგრაფიას შევეხავთ. ვინ იყო, რა კაცი იყო, დაიბადა სადღაც სოფელში, მერე როგორ მოხდა გერმანიაში, რომ წავიდა, მერე გერმანიიდან ჩამოვიდა, საქართველოში სამხელა რაღაცა გააკეთა. დაიბადა იმერეთის პატარა სოფელში, საქარა, როდესაც ის იწყებს აი ფაქტიურად სკოლის დამთავრებას და სტუდენტობას, გერმანიაში ხდება ეპოქალური რამე. ექსპერიმენტული მეცნიერებები ჩდება და ექსპერიმენტული ფსიქოლოგია, პირველი ლაბორატორია ევროპაში, ვილჰელმ ვუნტი არის ფიგურა, რომელიც პირველი აი ესეთი ფსიქოლოგია ახალი ერის და უილიამ ჯეიმსი ამ დროს ამერიკაში ასევე აქტიურობს. ასე რომ ეს ორი ფიგურა არის და ჩვენი უზნაძე გერონტი ქიქოძეც იყო ლაიფციგში მასთან ერთად და ჩუბინიშვილიც მასთან ერთად. აი ქართველები ესე იგი მოხვდნენ და დიმიტრი უზნაძემ აი ეს ფსიქოლოგიის მიმართულებით სწავლა გააგრძელა, მანამდე ესე იგი ფილოსოფიით იყო უფრო დაინტერესებული და მერე სრულიად ახალი ეპოქა იწყება, როდესაც საქართველოში თბილისის უნივერსიტეტს აარსებს ივანე ჯავახიშვილი და დიმიტრი უზნაძე ჯერ უნივერსიტეტში და მერე 1953 წელს წარმოიდგინეთ ომის დროს აარსებს ფსიქოლოგიის ინსტიტუტს, კვლევით ინსტიტუტს და ფაქტიურად მერე განწყობის თეორია სწორედ აი ამ სკოლამ, ასე ვთქვათ, შვა მისმა თანამოაზრეებმა
და შემდგომმა თაობამ, ეს იყვნენ მერე ვასო ფრანგიშვილი, შოთა ნადირაშვილი, ესე იგი ეს თაობები, რომლებიც მერე მოდიან განწყობის ფსიქოლოგიას არ ვითარებენ ახალ ასპექტებით, რომელიც შეუხებელი იყო სოციალურ-პოლიტიკურის გამო, მაგალითად სოციალური განწყობები, ეს არის 60-იანი წლების შემდგომი ფსიქოლოგების პირმშო, როცა სენსომოტორული განწყობები, აი ბურთზე ილუზიები იყო, ესე იგი ძირითადად, ესე იგი სენსომოტორულ განწყობებს უტრიალებდა უზნაძე, როგორც ესე იგი აღმომჩენი განწყობის, მაგრამ ეს განწყობა არა მარტო მოტორიკაში და სხეულში არის, არამედ სოციალურ მიმართებებშიც აღმოჩნდა. შოთა ნადირაშვილი ახსენეთ, რომელიც მამა თქვენი იყო, ხო, როგორც ვიცი. მე დავიბადე ფსიქოლოგების ოჯახში, აკადემიკოსი შოთა ნადირაშვილი, მანანა ცინცაძე, პროფესორი და ფაქტიურად მომიხდა ფსიქოლოგიის ინსტიტუტში მუშაობა. ან ბავშვობიდან თქვენთვის ნაცნობი იყო ეს ყველაფერი? კი, და ის კითხვა რომ დამისვით რომ დიმიტრი, ესე იგი ბაბუა ჩემსაც ერქვა დიმიტრი და მამა ჩემის იყო ბოლო ასპირანტი, შოთა ნადირაშვილი იყო ბოლო ასპირანტი დიმიტრი უზნაძის და აქაც ძალიან საინტერესო ურთიერთობა ჰქონდათ, როგორც შეხვდა უნივერსიტეტში მოვიდა დიმიტრი უზნაძე, შოთა ნადირაშვილი მაშინ იყო მე-4 თუ მე-5 კურსზე და ისაუბრეს განწყობის ილუზიებზე, გაისერინეს ხარფუხამდე და მე დაპატეჟა ფსიქოლოგიის ინსტიტუტში შოთა ნადირაშვილი 4 შაბათობებზე. ეს იყო 4 შაბათობები, იყო ეს მართლაც და საინტერესო დისკუსიები ფსიქოლოგიის ინსტიტუტში, სადაც მიდიოდნენ არა მარტო ფსიქოლოგები, არამედ ჩემ დროსაც მაგალითად ფილოლოგები, ისტორიკოსები, აკაკი ბაქრაძე მაგალითად ხშირად სტუმრობდა, გურამ რამიშვილი, ესე იგი ყველა თვლიდა რომ რაღაც უნდა ეთქვა ფსიქოლოგიაშიც გადამკვეთი და მართლა გადაკვეთაზე ბევრი რამე იქმნებოდა და დიმიტრი უზნაძე ძლივს გადაურჩა რეპრესიებს, რადგან თვითონ აი ეს განწყობის თეორიაც არამატერიალისტური თეორია და იყო ბრძოლა მოსკოვიდან კომისიების და საქართველოს ინტელექტუალები იმ დროის ისე შეიკრენ, რომ დაიცვეს და დასახურეტადაც მიაკითხეს ერთხელ სახში, როგორც ვიცი და მას ურჩიეს რომ დაეტოვებინა სახლი და ასე გადაურჩა პიროვნულადაც. ივანე ჯავახიშვილივით გარდაიცვალა ის ფსიქოლოგიის ინსტიტუტში 4 შაბათ დღეს, როდესაც მოხსენებას აკეთებდა და დაემართა სისხლის შაქცევა. და გარდაიცვალა ესე ტრიბუნაზე, განწყობის თემაზე საუბრობდა მის კოლეგებთან, როგორც ესეთი, ასე რომ თუ მეომარი გარდაიცვლება ხოლმე ესე იგი ბრძოლის ველზე, ის აი თავის ბრძოლის ველზე გარდაიცვალა ასე. თითქოს ეს არის ადამიანი, რომლის სახელი და გვარიც ყველამ ვიცით, მაგრამ ძალიან ცოტამ თუ ვიცით რეალურად რას აკეთებდა. და დღევანდელი ჩვენი გადაცემის მიზანი და მისია არის ის, რომ აი თანამედროვე ადამიანისთვის ძალიან გასაგები გავხადოთ ის თეორიები, რაზეც დიმიტრი უზნაძე საუბრობდა და დავინახოთ მაგისი პრაქტიკული გამოყენება ცხოვრებაში. როგორ შეიძლება ჩვენი ყოველდღიურობა ცოტა უფრო მაღალ ხარისხში გადავიდეს, თუნდაც იმ იდეების გაცნობით, რასაც ბატონი დიმიტრი ასე ვთქვათ წერდა. და ძალიან საინტერესო იყო ასევე პედაგოგიკაში მისი მიგნებები, თუნდაც თამაშზე დაფუძნებული მიდგომა და ანუ საერთოდ ცulis ყველაფერს და ძალიან მინდა რომ აი ეს აზრები და ეს მიდგომები უფრო მასშტაბური და პოპულარული გახდეს და ნუ ეს დღევანდელი გადაცემაც მაგას ემსახურება, თან იმდენი ნიშანი დაემთხვა, რომ ეს უნდა მომხდარიყო და ჩაწერილიყო, რომ მე ვფიქრობ, რომ თავად მისი სულის გიდირებაც ჰქონდა დღევანდელ გადაცემას. ეხლა პიროვნულადაც მინდა ჩართოთ ამ თემაში და გითხავთ ესეთ რამეს. რა განწყობა გაქვთ? ეხლა რა განწყობა? რთული კითხვა. რთული კითხვა, ხო, აი მოითხოვს თლიანი ყურადღების შიგნით შეტრიალებას და ცნობის მოყარეობა, განწყობას შეგვიძლია დავარქვათ, ცნობის მოყარეობა.
ხო, აი ინტერესი. ინტერესი. კი. არის და რატო კითხეთ ახლა რომ რა არის განწყობა ამას მინდა შევეხო აი ამ კითხვით. და ძალიან უცნაური რამ არის განწყობა. და უზნაძის მონაპოლარია ფსიქოლოგიაში და მეცნიერებაში. და ეს არის ისეთი რამე, რომელიც არ ჩანს. აი ხო რო კითხეთ, რა? არ ჩანს შიგნით რა ხდება, რა განწყობაა. არც სუნი აქვს, არც ფერი აქვს, გამჭვირვალეა. არც შეხება შეიძლება. მატერიალური არ არის საერთოდ. თავისი არსით ეს განწყობა. რო გასაგები იყოს, რაზე გვაქვს ლაპარაკი, ეს არის ფაქტიურად არაცნობიერად, იმიტომ რომ ეს ყველაფერი აი ცნობიერი ელემენტები, რომელიც ჩამოუთვალე არა აქვს. ვერ დაიჭერ. ამიტომ არაცნობიერად ეს არის ჩვენი მართვის სისტემა. მომართულობა მიზანშეწონილი ცხოვრებისთვის. ესე იგი მომართვა არის გარკვეული, რომელიც თურმე გვაქვს. და არ განვიცდით. ეს მომართვა არის ალბათ როგორ რეაგირებას ვაკეთებ გარემო ფაქტორებზე, ხო? ესე იგი როგორ ვართ რეალობაში გლობალურად და კონკრეტულად აი ამ სიტუაციაში, მაგალითად რესტორანში. ან თქვათ ყავასთან, ან ჭიქასთან მიმართებაში, ან ყვავილთან მიმართებაში. ესე იგი ეს არის გლობალურიც, ესე იგი როგორ მომართული ვარ ამ სამყაროში ჩასაწერად, მიზანშეწონილება არის ასეთი. შიგნით აი ამ განწყობაში. და კონკრეტული ქცევებიც მანდ არის ასე ვთქვათ არსებული, რომელიც დიდ სისტემაში არსებობს. ესე იგი, განწყობა არის ფაქტიურად ადამიანის მომართვა, რომელიც გარკვეული თვალსაზრისით, ესე იგი, მისი ნების გაუთვალისწინებლად ხდება და ამით იბადება ადამიანი, აი ამ განწყობით. საინტერესოა. ამ განწყობით იბადება, მაგრამ დროთა განმავლობაში ალბათ შეიძლება რომ გადაეწყოს, გადმოეწყოს და გარემო ფაქტორებმაც რაღაცა გავლენა მოახდინონ, ხო ამ განწყობას? უდაოდ, ესე იგი, აქ ყველაზე უფრო მართებული არის ხოლმე ესეთი ხედვა, რომ ეს არის ესე იგი სხვისი რეჟისურა. გაუგებარი რეჟისურა, რომელიც ჩვენში არსებობს. მაგრამ ეს რეჟისურა ძალიან, ესე იგი, ბახის ფუგა მუსიკასავით, ესე იგი, ორგანიზირებულია. ესე იგი, მას აქვს აი ამ დიდი ჩაწერის სამყაროში ორგანიზირების უნარი. აი ამ განწყობას, რომლითაც ვიბადებით. ესე იგი, შეიძლება ვთქვათ, რომ აი კოსმოსს რო შევხედავთ და იქ რო ჰარმონია და ტრიალებს ერთმანეთის გარშემო ანათებს, რაღაც სილამაზეა. აი ეგეთივე რამ, ესე იგი რეჟისურის თვალსაზრისით, განწყობის თვალსაზრისით არის ჩვენში, რომელიც შეიძლება არის თანდაყოლილი და არის რაღაც დროის მერე შეძენილი. ესე იგი, ეხლა აი აქ უკვე თერაპიული ელემენტები მინდა შემოვიყვანო. ეს თანდაყოლილია და აღზრდა განვითარების მსვლელობაში, ცხოვრების დაწყების მსვლელობაში, როდესაც ერევიან, ესე იგი, ადამიანები, ოჯახი, დედა, მამა, მაგალითად ქუჩა, კულტურა, ესენი სვლიან ამას თავისი რეჟისურით. დადგება საკითხი, რომ მაგალითად აი ქართველი მოიმართება იმ კულტურით და სოციალური ურთიერთობებით ენით, რომელიც აქ არის, ასევე ჩვენ და უნებურად. და ჩვენ გვექნება ასეთი მომართვა განწყობის თვალსაზრისით, გარდა იმისა, რითაც გავჩდით. და არის ესე იგი სოციალიზაციაც ჩვენი, რომელშიაც შემოდის აი ეს ელემენტები, რომელიც ჩვენ ავთენტურ ნამდვილ ბუნებას, რომლითაც გავჩდით ამ სამყაროში და რაღაც ესე იგი ჩაწერილი ვიყავით აი ამ სამყაროში, როგორც ნაწილი ძალიან საინტერესო, ესე იგი რაღაც მოძრაობებია, პლუს ადამიანი ვართ, რომელიც სპეციფიურ ადამიანურ შესაძლებლობებს
გულისხმობს ამ ავტონომიური მართვის თვალსაზრისითაც, რომელიც ჩვენ რეჟისურის თვალსაზრისით შეიძლება შემოვიტანოთ ჩვენ ცხოვრებაში. მაგრამ არის ძალიან დამაბნეველი რაღაცეებიც. მაგალითად, ყალბის სოციალიზაცია, ცუდი აღზრდა, რომელიც ჩვენ გვაშორებს ჩვენ აი ამ ავთენტურ ბუნებასთან. ესე იგი, გვაშორებს რას ნიშნავს? ესე იგი, სხვისი აზრები, სხვისი სურვილები, მაგალითად, მე მინდა შენ ეს გიყვარდეს, ეს ჭამე, ფაფა, გემრიელია, ან მე მინდა ესა და ეს ვინმე გახდე, იმიტომ რომ მე ვერ გავხდი და შენ გახდე. ესეთი, ესე იგი, ყალბის სოციალიზაციები ასევე რეჟისურის თვალსაზრისით შემოდის და ჩვენ მათი პროდუქტი ვართ ასევე არაცნობიერად. ეს ყველაფერი, ესე იგი, ჩვენზე აისახება და ჩვენს განწყობაში არსებობს და გვმართავს ჩვენ. ჩვენ გვაქვს ესეთი ქედმაღლური ილუზია, რომ ჩვენ ვცხოვრობთ რეალურად აი ეს განწყობები გვაცხოვრებს, ისე რომ არც განიცდება, როგორც თავიდან თქვი, არა აქვს არც ფერი, არც სუნი, არც ფორმა, არც მატერიალურია, მაგრამ მომართვა არის, ესე იგი ჩვენი და ის გვაცხოვრებს. მაგალითად, აი სიზარმაცე არის განწყობა, თუ ადამიანს ეზარება ვარჯიში. ეს შეიძლება იყოს, რომ მასში შინაგანად არის რაღაცა ისეთი წყობა, განწყობა ვარჯიშის მიმართ, რომელიც ითარგმნება როგორც სიზარმაცე. კი, სიზარმაცე არის ამ განწყობის მართვა ადამიანში, ისევე როგორც ამის საპირისპირო, მაგალითად სიბეჯითე, ინიციატივიანი ადამიანი. ორივე განწყობა არის. და თითოეულმა აი ამ განწყობამ მოახდინა ამ ადამიანის ადაპტაცია მის რეალობაში. ესე იგი, ზარმაცე ესე ადაპტირდა სიზარმაცით, რომ შევხედოთ აი ამ სიზარმაცეს როგორც განწყობას, ასე ადაპტირდა თავის რეალობაში, გადარჩა და ახერხებს ცხოვრებას ამ სიზარმაცით. ამისგან განსხვავებით ინიციატივიანი ისე ჩაეწერება, რომ მისი აქტიობები, მისი შემეცნების სურვილები, მისი შესვლა სხვა ადამიანებთან ურთიერთობაში, ჩართვა პროცესებში, ასევე განწყობა არის, რომლითაც ის ესე ადაპტირდება მის რეალობაში. ესე იგი, თითოეულს თავისი განწყობა აქვს, როგორ არის ჩართული ცხოვრებაში და რეალობაში. განწყობა არის, შეგვიძლია ვთქვათ, რაღაც პროგრამები, რაც ჩვენში არის გაწერილი და თავისუფლება მაშინ დგება ადამიანის ცხოვრებაში, როდესაც ამ თავის განწყობებს აცნობიერებს. კი. გაცნობიერება საკმარისია გათავისუფლების. არ არის გათავისუფლების. საკმარისი. ერთი მინდა ვთქვა, რომ აი გეშტალტ თერაპიაში, რომელიც ჩემი შემოტანილი არის საქართველოში და ეხლა ძალიან პოპულარულია, იქ ამას ვაკეთებთ. ესე იგი, რას ვაკეთებთ, რომ მოვლენ ჩვენთან სტუდენტები, უკვე მაგალითად ფსიქოლოგების კი განათლებით, მაგრამ ისეთები, რომლებიც არ შეხებიან საკუთარ მეს. Nocete ipsums. ესე იგი, აი როგორც დელფოსის თავზე არის დაწერილი, ჩვენი უნივერსიტეტის მაგალითად ეგ დევიზი აქვს, რომ შეიცან თავი შენი. Nocete ipsum. და ეს არ დაუწყიათ. და ჩვენ ვასწავლით საკუთარ თავს. აი ამ ეხლა როცა ვილაპარაკე მომართულობას. და საბოლოოდ ისინი ხედავენ იმ რეჟისურას, რომელიც მათშია ჩადებული ბავშვობიდან და შეიძლება აი ამითი უკვე დაუსხლტენ ამ ყველაფერს. ესე იგი, დაუსხლტენ იმ მართვას, რომელიც მათში არის, თანდაყოლილიც არის, ბავშვობაში შეძენილიც არის და ეხლა ისინი არჩევანს აკეთებენ, იცნობენ რა აი ამ ყველაფერს. აი იუნგი ამბობს ეს გენიალურ რამეს, რომ არაფერი ისე არ გვმართავს ჩვენ, ვიდრე ის, რაც ჩვენ არ ვიცით. გაგება აი ამ და ვიცის შეტანა უკვე პირველი ნაბიჯია. მეორე ნაბიჯი, მაგრამ არ არის საკმარისი, ვიცი, რა ხდება. იმიტომ რომ შეიძლება კითხვა მეორე. მაგალითად ვიცი, რომ მანქანა გაფუჭებულია რა, ამითი ამოქმედდება, ამითი ამუშავდება და 100 სიჩქარით გაქანდება, არა რა თქმა უნდა. ესე იგი, როგორ
კითხვა არის. ესე იგი, როგორ უნდა გააკეთო? როგორ უნდა მოვიქცე მე? აი ეს მეორე კითხვა არის ძალიან რთული. აი ამ სიტუაციაში როგორიც ვარ, რომ მე გავხდე, ესე იგი, მოძრავი. მე გავხდე საკუთარი ავთენტობის, რომელიც არსებობს თურმე, მისი გამომხატველი ამ სამყაროში. და როდესაც ეს ხდება, ეს ადამიანები იცვლებიან რადიკალურად. თვითონაც განიცდიან, რომ შემძლე არიან შეცვალონ სიტუაცია. ხო, არის რაღაც მომენტები, როდესაც დაინახავ შენში რაღაცა პროგრამებს, განწყობებს, მაგრამ შეიძლება კონდეს, აი, უძალობა, რომ ეს პროგრამა უფრო დიდია, ვიდრე შენი ძალა და აი არ ყოფნის ძალა, რომ მაგალითად ეს გადაწერო. აი, გჯობნის ის. ეხლა რაც აღწერეთ, ძალიან ადვილად წარმოიშობა ესეთი რამე, როდესაც მამა ეუბნება, როგორი რთულია რაიმეს გაკეთება, რაც მას ეს ასე უძნელდება მამას და ასწავლის ამას შვილს. რა რთულია. და ეს იჯერებს და რომ მოხდება იმ სიტუაციაში, უყურებს მამის მონაყოლის თვალით ამას. მასთან, ესე იგი, დათქმული არის და დამტვერილია მეს აქტიური, ავთენტური გამოვლინებები. რაც მასში არსებობს და რაც თერაპიის დროს შესაძლებელია მოხდეს, აი ამ განწყობათა ცვლის თვალსაზრისით. მას გაუღვიძოთ განცდა საკუთარი მესი, საკუთარ სხეულში მიმდინარე იმპულსების. ესე იგი, ეს შიგნით მოდის რაღაც იმპულსი, რომელიც ამბობს, აი ამ პროცესში მინდა ჩავერთო და ის დანაბარები მამის ამას ადვილად ახრჩობს, არათქმევინებს, არ გამოახატინებს. და ჩვენ ეხლა ჩვენი თანადგომით, ჩვენი მხარდაჭერით, ჩვენი მოწონებით, რომ ეს შენში კარგია, მათე, ეს ძალიან მნიშვნელოვანი რამ არის, რაც შენში არსებობს. ესე იგი, ამ დამტვერელს, ესე იგი, ვაცოცხლებთ და ის ხდება, რომ ეს განცდა, რომელიც მასში იყო და დადგუნულია და არ იყენებდა, შეიძლება შეეხოს. როდესაც მხარდაჭერილი არის. ესე იგი, ჩვენ ინიციატივებს ვიჩენთ მხოლოდ მაშინ, როდესაც გარემო გვეხმარება ამაში, აი ამ ინიციატივებში. როდესაც ის მხარდამჭერია და როდესაც ის დამდგუნავია, ჩვენ უკან ვიხებთ და ამას არ ვიყენებთ. ესე იგი, როგორი მნიშვნელოვანი ამ განწყობების, ესე იგი, შექმნა, რომელშიაც იმპულსები მესი და მინდასი და შემიძლიასი მოდის წინ. და როდესაც მოდის, ადამიანი აი ესე ხედავს, რომ უიმე რა ადვილი ყოფილა. საკმარისია მე ჩემ თავს დავეყრდნო, აი ჩემი თავი კი ჩემი სხეულია, ჩემი განცდა არის, შეგრძნებებია, რომელიც ჩემში არსებობს, ფეთქავს და საკმარისია ის მოვიყვანო მოქმედებაში, რომ უცნაური რაღაცეები ხდება რეალობაში. მე შემძლე ვარ და არა შეშინებული, არა დათქმული რაღაცის მიმართ, რომელზეც მეუნებოდნენ, რომ ესე იქნებაო. ანუ ხდება ინსაიტები, ეს არის ინსაიტი, აღმოჩენა, რომელიც აძლევს ევრიკა, აი როგორც მეცნიერებაში არის ხოლმე, ოღონდ საკუთარ თავთან მიმართებაში, რომ მე შემიძლია. და აი ესეთი მე შემიძლია და აღმოჩენები ფაქტიურად აღვიძებს აი იმ დათქმულ, ფრუსტრირებულ მეს ნაწილებს, რომელიც მანამდე გამოუხატავი იყო და იმიტომაც იყო ამ ხასიათის გამომხატველი, რომელიც მასში იყო და არა ავთენტური მესი. ესე იგი, ავთენტური მე მეტია ვიდრე ეს ხასიათი, რომელიც მას მართავს. და იწყებს ადამიანი თავისი რეჟისურით ცხოვრებას. იწყებს ესეთ რამეს, რომ აბა დავეყრდნო ჩემ თავს, აწყოს, აი აწყოს ძალიან მნიშვნელოვანი რამ არის. აბა ახლა როგორი იქნება? ეს ხო წარსულში იყო, რომ მაშინ ესე ხდებოდა. აბა ახლა როგორი იქნება? აი ახლა ნიშნავს ამ წამს, რომელიც ახლა არსებობს და მიმდინარეობს და აი მასთან როგორი ვიქნები ჩემი ამ იმპულსების ავთენტური მეს გამოხატვით და რა მოხდება რეალობაში. და აღმოჩნდა, რომ აქ ნამდვილი, ესე იგი, ცხოვრება იწყება. ესე იგი, ნამდვილი ცხოვრება, რომელიც არა იმ რეჟისურის, რომელიც შექმნილი არის გაგრძელება, არამედ მართლა თავისუფალი მოქმედება იწყება აწმოში და ამისთვისაც არის ადამიანი გაჩენილი, რომ აი ესეთი იყოს, ასეთი შემოქმედი იყოს. ეს უკვე შემოქმედებაა. ეს უკვე ნების თავისუფლებაა.
ეს უკვე აწყოში ყოფნის ხელოვნებაა. აი ხ გამახსენდა ერთი მაგალითი ჩემი პირადი ცხოვრებიდან, ასევე სწავლას უკავშირდება მოკლედ რა, იოგაზე მივედი, მახსოვს პირველი გაკვეთილი იყო და დრო შევედი ვარჯიში უნდა დავიწყოთ და მეუბნება მასწავლებელი რომ ცოტა ხანი წამოწეკი, თვალები დახუჭე, განეწყვე. და ვახ, ეს რაღაც ახალი რაღაცა დავალება რომ განეწყვე და დაახლოებით აი 5 წამში ჩემი ქიმია შეიცვალა სხეულში. მანამდე თუ რაღაც ცოტა დაძაბული მივედი, რაღაც უცხო გარემოში უნდა მივიდე პირველად, რაღაც უნდა ვივარჯიშოთ ან ეს არც ვიცი როგორ გამომივა, არ გამომივა, მთელი რაღაც ესენი მქონდა მიტანილი იქ და ანუ ეს ერთმა სიტყვამ რომ განეწყვე, მთლიანად შეცვალა, ასე ვთქვათ, ქიმია და მე მაგას ხვდებოდი რომ ანუ ზოგადად აი იოგურ კულტურაში და აღმოსავლურ ფილოსოფიაში ნებისმიერი ამ რაღაცა სულიერი პრაქტიკის წინ ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ მაგ განწყობის მომენტს. არსებობს კიდევაც შექმნას. კი, უდაოდ, ეს არის საკუთარი სხეულის განცდა შეგრძნებებით, რომელიც მასში არსებობს. ეს მე ვარ, ეს ჩემი შეგრძნებებია, ეს ჩემი განცდებია, ეს ჩემი გრძნობებია. აი ეს ქიმიას რასაც უძახით, ფსიქოლოგიის ენაზე ეს არის საკუთარი შეგრძნებები, განცდები, გრძნობები, რომელიც თურმე ჩემი ყოფილა შიგნით მიმდინარეობს და მე შეიძლება მოусმინო მას. ეს დღევანდელ დღეს ძალიან დიდ ნაყოფებს ისხავს გამოყენებით ფსიქოლოგიაში და ფსიქოთერაპიაში. მაგალითად, გეშტალტ-თერაპიაში, სადაც მე ახლა ძირითადად ფსიქოლოგიასთან, საუნივერსიტეტო ფსიქოლოგიასთან ერთად აი ამ ინსტიტუტის განვითარებაზე ვზრუნავ, განწყობის ფსიქოლოგია ძალიან ასახული არის ჩვენს ფსიქოთერაპიულ აქტივობაში და ფსიქოთერაპიული სკოლის შექმნაში, რაც დანახული არის ევროპაში. ჩვენ ახლა განსხვავებით საბჭოთა ეპოქისა ძალიან გაჭრილი ვართ ევროპაში, ევროპულ სტრუქტურებში ვართ, მართავთ ფაქტიურად ევროპულ სტრუქტურებს. მე კვლევით მიმართულებით კომიტეტში ვარ, ჩემი კოლეგები ასევე არიან სხვადასხვა ევროპულ გეშტალტ-თერაპიულ და თერაპიულ კომიტეტებში და მართავთ ევროპულ სტრუქტურებს და იქ იცნობენ უკვე ჩვენიდან აი ამ დიდ მემკვიდრეობას ქართული სკოლის ჩამოდიან, ესწრებიან, გაგვაქვს და ამ თვალსაზრისით ძალიან პოპულარული გახდა ჩვენი ფსიქოლოგიური მონაპოვარი ევროპაში, გამოყენებით ფსიქოლოგიაში, ფსიქოთერაპიაში. ამის დაგვაჯილდოვეს კიდეც იტალიელებმა და მე რო ახლა ვუყურებდი რომ რას გვაჯილდოვებენ, რატო გვაძლევენ ამ პრიზს, რომელიც წელიწადში ერთხელ განიცდება. ერთადერთი ახსნა ეს არის, რომ ჩვენ სკოლა გვაქვს, ჩვენ გვაქვს ტრადიცია, ჩვენ გვაქვს იდეები, რომელიც მომწიფებული არის ჩვენს მიერ კი არა, ჩვენი წინამორბედების მიერ, რომელზედაც ვდგევართ და ვანვითარებთ ამიტომ ძალიან ადვილად. ესეთი რამე არის, რომ სამი რაღაც ელემენტი არის, ეს არის შიგნიდან სურვილი მინდა, აი რაც ესე იგი ქმნის ამ განწყობას, მინდა. რაღაც რომელიც არსებობს და ამბობს მინდას, ეს მონაწილე არის უკვე როგორც ჩემი შინაგანი რაღაც მოთხოვნილება. რასაც უძახით, ესე იგი მოთხოვნილება. ესე იგი განწყობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოთხოვნილება, რომელიც ჩვენში არსებობს. ჩვენში არსებობს სხვადასხვა მოთხოვნილებები, გააჩნია რომელიც ამოვა ხოლმე წინ ამა თუ იმ სიტუაციაში. მასლოუს პირამიდასავით შეგვიძლია შევხედოთ ამ მოთხოვნილებას. არა მარტო ეს, ხო, ესეც შეგვიძლია, მაგრამ ესე იგი სხვადასხვა გარემოში სხვადასხვა მოთხოვნილება ჩვენ და უკითხავად მოდის. მაგალითად, პოეზიის მოყვარულები რო დაჯდებიან ერთად, აქ შემოქმედების მოთხოვნილება მოდის. ვიღაცას რო წყურია და შია, მათ წყურვილი და შიმშილი წამოუვათ ამ მოთხოვნილებად. მაგრამ ეს მარტო მოთხოვნილება არ არის საკმარისი ქცევისთვის, განწყობის შექმნისთვის და ქცევისთვის. საჭირო არის სიტუაციაც. ესე იგი მეორე ელემენტი, რომელიც აუცილებელია ხოლმე განწყობის შესაქმნელად, ეს არის გარემო. რატო? იმიტომ რომ ამ მოთხოვნილებამ უნდა იპოვოს თავისი დაკმაყოფილების ობიექტი აი ამ გარემოში. თუ ვერ იპოვა, არაფერი არ გამოვა. ქცევა არ შესრულდება. ეს იქნება ამ მოთხოვნილება დათრუნული, იმიტომ რომ ამ გარემოში არ რეალიზირდება. ესე იგი აუცილებელია შესაბამისი გარემო. ხო, აი ხა ჩემი ცხოვრების მაგალითზე გადმომაქვს ყველაფერი, რასაც საუბრობთ. აი მაგალითად
თუ სამუშაო კუთხე კარგად არის მოწესრიგებული, სამუშაო განწყობა იქ უფრო მაღალია. რა თქმა უნდა. ძალიან მარტივად რო გადმოვიტანოთ და თუ სავარჯიშო კუთხეც კარგად მაქვს მოწყობილი და დასუფთავებულია, სავარჯიშო განწყობაც უფრო უდაოდ. კი, თუ არა და არ იქმნება და ადამიანი ვერ ხვდება რაღაცას, დადის, არაფერი არ გამოსდის. ხო. წყალს ნაყავს. და ხანდახან გარემოს შექმნა ძალიან გარემო აუცილებელი რამ არის. ესე იგი, გარემო განაპირობებს მოთხოვნილებების აღმოცენებასაც. ესე იგი, მარტო ისე კი არა, რომ მოთხოვნილება მოდის და გარემო აკმაყოფილებს, არამედ გარემოც აღმოაცენებს, ესე იგი, მოთხოვნილებებს. ინსტრუმენტიც აუცილებელია, უნარი, მოთხოვნილება, სიტუაცია და უნარ ინსტრუმენტებთან ერთად და ეს სამივე თუ შეიქმნა, განწყობა იქმნება. საინტერესო რაღაცასთან მივედით, ეხლა თავიდან დასაწყისში ძალიან ხშირად ვახსენეთ სიტყვა რეჟისურა და ესეც პრინციპში გავს რეჟისურას რა. უნდა დადგა სცენა, შექმნა გარემო, არ ვიცი თქვა პერსონაჟსაც თავისი რაღაცა უნარებით აღჭურვა. მე არასოდეს დამინახია, მაგრამ სცენაც მე განხორციელდება თუ გარემო. ძალიან ნიჭიერულად არის დანახული. ხო, აი ესე იგი როგორ ორგანიზირდება განწყობა აი ამ ელემენტების მიერ, აუცილებელი ელემენტები, მოთხოვნილება, სიტუაცია, ესე იგი უნარები, განწყობა, რომელიც ქცევაში გადაიზრდება, ქცევა შესრულდება შედეგად. აი ესეთ რამეები სულ ხდება, ესე იგი ჩვენ ცხოვრებაში. ჩვენ და უნებურად, ჩვენ და განუცდელად, ჩვენ გაუცნობიერებლად. ესეთი განწყობები გვექნება. აი ეხლა წელა მომოდით რომ გავშალოთ ცოტა სურათი. არსებობს თუ არა კოლექტიური განწყობები და ამ კოლექტიურ განწყობებს რა როლი შეიძლება ქონდეს, მაგალითად ან ქვეყნის მართვაში, ან ქალაქის მართვაში, ან კომპანიის მართვაში. ეს უკვე ეხლა ჩემი სფერო არის, ეხლა უზნაძე მაინც სენსომოტორულ, ესე იგი შეგრძნებებზე, ბურთების ილუზიებზე მუშაობდა, შეგრძნებებზე და მოძრაობებზე და სოციალური სფერო არ იყო უზნაძის დროს განვითარებული. და მე მომიხდა აი ამაზე ესე იგი მუშაობით ვიყავი დაკავებული აი იმ საბჭოთა რეალობის ბოლო ხანაში იყო ეს ფსიქოლოგიის ინსტიტუტში და ერთი არის, ესე იგი, განწყობების ვალენტობები, პლუს მინუსები. თურმე ესეთიც არსებობს, ესე იგი, ადამიანისთვის პლუსი და მინუსი, აი როგორც ელექტროობაში არის პლუსი და მინუსი, თურმე აი ამ განწყობასაც გააჩნია, რას იზიდავს და რას განიზიდავს. და ეხლა მოვიტან მაგალითებს, რომელიც არის გაუცნობიერებელი ჩვენთვის, მაგრამ ასე ვიმართებით, მაგალითად სოციალურ ცხოვრებაში, ასე იმართება ჩვენი ქცევა მასმედიის და ტელევიზიების მიერ. და ეხლა მე ვიტყვი განწყობებს. ჩემი მეგობრის და ეს განწყობა არის მეგობრობა. ეს პლუსია. მე მიყვარს მეგობარი. ეს პლუსია. ჩემი მეგობრის მეგობარი. ჩემი მეგობარია. ჩემი მეგობრის მტერი. ჩემი მტერია. მე ხა ესეთი კაფიო ფორმულირებებს ვახდენ, რომელიც მოქმედებს ჩვენს ცხოვრებაში და წარმართავს ჩვენს პოლიტიკურ, პიროვნულ, სოციალურ მიმართებებს და ერთაშორის მიმართებებსაც. მაგალითად, რო დასვა მეგობარის მაგივრად რუსეთი ან აფხაზეთი ან ამერიკა ან ევროპა, ზუსტად იგივე იქნება. შეიძლება თუ არა, ასე ვთქვათ, ეს განწყობა ხელოვნურად ჩაგიდონ და გითხრა როგორც მტრის ხატებს ქმნიდნენ. ეს უკვე ჩადებულიც არის. ამას არაფერი მეტი არ უნდა. ესე იგი, ეს ჩვენ გვაქვს კიდეც. ერთია რომ ბიოლოგიურად იცი მტერი ვინც არის და თვითგადარჩენის ინსტინქტი გაქვს, ну მაგალითად ეხლა ტყეში მიდიხარ და გამოგეკიდა მგელი და იცი რომ ну მტერია, მაგრამ მეორეა ისეთი მტერი, რომელიც არ იცი, არის თუ არა მტერი და მიდის ასე ვთქვათ პროპაგანდა გაწვდის როგორც მტერს, რომ შენში ეს განწყობა აქ მარტო მგელზე არ იყო ლაპარაკი, ესე იგი მგელი და მგელი როგორ უყურებს სხვას, ესე იგი სოციალური მიმართებებიც არის აქ შემოტანილი. ხო არ შეგიძლიათ მასმედიის როლზეც მითხრათ საზოგადოებრივი განწყობის კუთხით. ტელევიზიებს ახლა რო ჩავრთავთ, მით უმეტეს ახლა პოლიტიკური არხები რაც არის და პოლიტიკურ ნიუსებს, დაძაბული მუსიკა მიდის აუცილებლად, ფერებიც არის ესეთი
მკვეთრი, რომელიც დაძაბულობას იწვევს, ტონი წამყვანის აუცილებლად არის დაძაბული, შეურაცხყოფელი ტექსტებიც აუცილებლად მოდის და აი ცოტა ფსიქოლოგის თვალით რო შეხედო, არც უნდა ეხა ფსიქოლოგის თვალი, უბრალოდ შენ განწყობას რო დააკვირდე, რა განწყობას გიქმნის ეს, რაც ეკრანიდან მოდის, ხო? დაძაბულობას აჩენს აუცილებლად და დაპირისპირებასაც აჩენს. რაღაცა ერთი არხი მტრულად გაგაწყობს რაღაცის მიმართ, ეს მტრულად გაგაწყობს რაღაცის მიმართ. კი და ეს ძალიან ადვილად манипуლირებას ახდენს ადამიანის როგორ მოიქცევა. აი მაგალითად აქვე შეიძლება ვახსენოთ აი ამ როგორ იქცევიან ოპტიმისტები, ოპტიმისტური განწყობის მქონეები და როგორ იქცევიან პესიმისტები, პესიმისტური განწყობის მქონეები. ოპტიმისტური განწყობის მქონე ფიზიოლოგიურად რეცეპტორებით და შეგრძნების ორგანოებით ისეთივეა, როგორც პესიმისტი. მაგრამ მათ აქვს სხვადასხვა განწყობა, ანუ პროგრამა რეალობის დანახვის. ოპტიმისტი ყველგან ხედავს ოპტიმისტურ მოვლენას. შეამჩნევს. და მომართული არის ესეთი დაინახოს რეალობა. იქ არის ნეგატიური რაღაცეებიც. ეხლა როგორ იქცევა პესიმისტი ამ განწყობის მქონე. პესიმისტსაც აქვს თვალი, რომ დაინახოს რეალობა. მაგრამ ეს განწყობა არ აძლევს საშუალებას პოზიტიური დაინახოს. ისევე როგორც პოზიტიურთან არ აძლევს საშუალებას ნეგატიური დაინახოს. ყველს სხეული აქვს ამის აღსაქმელად და შეგრძნებები უნდა წამოვიდეთ, მაგრამ განწყობა რამდენად ეშმაკია და რამდენად ესე იგი რეჟისურას ახდენს, რომ არ დაანახებს, გაახედებს, არ შეამჩნევინებს. ესე იგი, აი როგორი არის ესე იგი ეს განწყობა, რომელიც ჩვენში არის და ასე გვამოქმედებს. ეხლა ეს რო გადავიტანოთ ჩვენ ხელისუფლების მომხრეებზე და ესე იგი ხელისუფლების ოპოზიციაზე. და რაც მე ვთქვი, ესე იგი ოპტიმისტი და პესიმისტი. რას გააკეთებს ხელისუფლების მომხრე რეალობის ახმის დროს? დაინახავს ყველაფერ პოზიტიურს. ვერ დაინახავს ნეგატიურს. თუმცა თვალი აქვს, ყურიც აქვს და ესმის. და რას გააკეთებს ოპოზიცია ამ განწყობით? არ დაინახავს არაფერ პოზიტიურს და დაინახავს ყველაფერ ნეგატიურს. და ეხლა ეს ცნობიერად კი არ ხდება. არაცნობიერად ხდება. მის გაუცნობიერებლად ხდება და ისე იგი აი რა манипуლირებად სამყაროში აღმოჩნდება ადამიანი აქედან გამომდინარე. ანუ განწყობა თუ მართავს ადამიანს პოტენციურად უკვე აღარ ვიღმარო. განწყობა მართავს ადამიანს და მე თუ მინდა ადამიანების მართვა, უნდა მართვა ადამიანების განწყობა. ნამდვილად. აზროვნებასაც თურმე განწყობა ქონია. ესე იგი როგორი აზროვნებ? როგორი აზროვნებ და ეხლა ფსიქოლოგებმა აი ამ განწყობის ფსიქოლოგიიდან გამომდინარე მივაგენით აი ამ ორ სახის განწყობას. ერთი არის პოზიციური აზროვნება. ესე იგი პოზიციის განწყობის მქონე აზროვნება. მაგალითად ჩვენ ტელევიზიებში ამის უამრავი მაგალითი არსებობს. მაგალითად შეიკრიბენ ხალხი და ერთი ნაწილი ამბობს, რომ ეს კანონი არის ცუდი. და მეორე ამბობს, რომ მეორე ნაწილი ამბობს, ეს კანონი არის კარგი. და რას აკეთებენ აზროვნების თვალსაზრისით ეს ორივე ჯგუფი? აი ამ პოზიციური აზროვნებიდან გამომდინარე, იღებენ ამ პოზიციას, რომ ეს არის კარგი. ამას აიღებენ. და ეხლა იწყებენ მოქმედებას. რა უნდა გავაკეთო მე, როგორი არგუმენტები მოვიტანო, რომ ეს დავამტკიცო და ეს მივიტანო სხვებამდე, რომ ეს ესეა. და ყველაფერს გააკეთებს, რომ არგუმენტები მოიტანოს ისეთი, რომ ეს კანონი არის კარგი, ამან ესე დაანახოს. და მეორე მხარემ ყველაფერს გააკეთებს, ოღონ ასეთი პოზიციით, რომ ეს არის ცუდი,
ეს აზროვნებას იწყებს ამ სტილით, რომ ეს ასე დაუდასტუროს ყველა მსმენელს, დაუმტკიცოს და მთელ ლოგიკას, შემოქმედებას, ავტორიტეტს ამაში მოიხმარს. ეს არის პოზიციური აზროვნება. და რომლის შედეგადაც ისინი წავლენ კიდევ უფრო მტრები. არსებობს ჰოლისტური, თლიანობითი, ანუ კრიტიკული აზროვნება. რითი განსხვავდება ეს კრიტიკული აზროვნება ამ პოზიციური აზროვნებისგან? კრიტიკული აზროვნების დროს პოზიცია აღარ აიღება როგორც ჩემი დასაცავი და მისთვის საბრძოლე. არამედ მას შეიძლება უყურო აღმოაჩინო მინუსებიც და პლუსებიც. ესე იგი ისეთი განწყობა გქონდეს, რომ დაინახო ორივე მხარე. მოდიოდნენ ჩვენთან ისტორიკოსები, ფილოლოგები, მათემატიკოსები, ფიზიკოსები და ესე იგი პოულობდნენ გადაკვეთის წერტილებს, რომლითაც ფაქტობრივად არ ვითარებდნენ მეცნიერებას სხვა მიმართულებითაც ფსიქოლოგიის გამოყენებით. აი ზუსტად ხო, აი განწყობის თეორიის სწორმა გამოყენებამ და ინტეგრაციამ ცხოვრებაში შეიძლება შეცვალოს და რაღაცას შემდეგ საფეხურზე გადაიყვანოს ნებისმიერი დარგი. ეხლა წეგან საუბრის დროს ფიქრობდი რამ ხელა მნიშვნელობა აქვს, თუნდაც აი ლიდერშიპში ავიღოთ. აი როცა ლიდერი ხარ, რაღაც შენი ჯგუფი გაბარია. დავით აღმაშენებელი გამახსენდა, ეხლა დიდგორის ბრძოლის ველი დიდწილად აქ მოგებული, იმიტომ რომ ჯარისკაცებს შექმნა სწორი განწყობა. იმ სწორი სიტყვებით, რაც უთხრა და იმ მოქმედებებით, რაც განახორციელა, აი გარემოც შექმნა, ინსტრუმენტებიც ჰქონდა, წეგან რასაც ვისაუბრეთ, ფაქტობრივად. თუნდაც აი როდესაც რაღაც ჯგუფი გაბარია, ხო, როგორი მნიშვნელოვანია იქ, რომ სწორი სამუშაო განწყობა შექმნა ადამიანების გონება ისე მომართო, რომ შენ მიიღო ის შედეგი, რაც მისაღები არის. აი ეს რესურსი ადამიანური ყოველთვის არსებობს, რანაირი ესე იგი სიძნელებიც არ უნდა იყოს და ყველგან გამოსაყენებელია და ყველგან შეიძლება ესე იგი აი თითქოს და აი ცარიელ ადგილას შეიქმნას ამ ცოდნის გამოყენებით საოცარი რამეები. გამარჯვებები ამ თვალსაზრისით. სპორტში იქნება, ხელოვნებაში იქნება თუ სპორტიც ძალიან დაკავშირებული იყო ფსიქოლოგიის ინსტიტუტთან, განწყობის თეორიასთან. ეხლა აი ესე აღარ არის და ეს არის დიდი ტრაგედია და ყველგან სადაც კი იყო ბმები, სპეციალისტები, სხვა მეცნიერების ხედვით ხედავდნენ know-how-ს და insight-ებს და ახალგანცდებს, რა შეიძლება გაკეთებულიყო ამ თეორიის, ამ ფსიქოლოგიური მონაპოვარის გამოყენებით. ეხლა ჩვენი ამ ხრევ სამუშაო არის პიროვნება და მასში მოხდეს, მაგრამ თუ კი ეს ობიექტი არის ხოლმე სხვა, მაგალითად თეატრი, მაგალითად ეს შეიძლება იყოს ფეხბურთის ან სპორტული ან ჭიდაობის გუნდი და ასე შემდეგ, იქაც ესეთივე რამ შეიძლება ამ მეთოდის გამოყენებით პრაქტიკულად იმ ჯგუფთან იმ ადამიანებს. თან საინტერესო ის არის, რომ ესეთი პატარა სპორტული წარმატება მთელი ქვეყნის განწყობაზე ახდენს გავლენას. ერთი შეხედვით ჩვენ შეიძლება ჩავთვალოთ, რომ სპორტი სისულელია და არ უნდა მივაქციოთ ამდენი ყურადღება, მაგრამ ფაქტია, რომ აი ნაკრების წარმატება მთელი ქვეყნის განწყობა შეცვალა. აბსოლუტურად კათარზისი გაიარა ერმა მაშინია, იმ ხელა სიხარული იყო რა. კი, ამ ხრივაც ესე იგი მისაგნებია ხოლმე, რომ ახლა და ამჟამად რა არის ყველაზე აქტუალური, რა რომ მოხდეს. აი მაგალითად ფეხბურთში რომ მოხდა ეს, პოსტფაქტუმ მერე დაინახეს, რომ აი ვთქვათ, აი როგორ არის და ამისი შეიძლება განჭურეთა და დაგეგმას, რომ რა არის საზოგადოების ერის წინსულისთვის მნიშვნელოვანი და იქ ამის სპეციალურად შემოქმედებითად შეტანა, რაც გამოიწვევს უკვე სრულილებებს, რომელიც საკუთარი რეჟისურით არის და არა ინერციით ან შემთხვევითად, როგორადაც ხშირად ხდება ხოლმე. სწორედ აი ეს შეგნებული რეჟისურის შემოტანა, აი შეუძლია ასეთ მეცნიერებას და განწყობის თეორიას, როგორც ესეთი, რომელიც უკვე არა სიტუაციურია, არამედ მეთოდოლოგიურად გამოყენებადი არის ყველგან, მაგალითად როგორი საჭიროა ეს სკოლაში, რომ ბავშვებთან აღზრდის პროცესში, აი იგივე განწყობები შეიქმნას სწავლის მიმართ, ჯანმრთელი ცხოვრების მიმართ, სპორტის მიმართ. მადლობა ძალიან დიდი ბატონო. კი.
რომელმაც ესეთი არაჩვეულებრივი და ძალიან სოუნა მის ცხოვრებას, მოღვაწეობას და ასეთ მემკვიდრეობას, რომელიც საუკუნეები გაზდევს არა მარტო საქართველოს. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ კიდე უფრო ღრმა ფესვებს გაიდგამს, ღრმა ტოტებსაც გამოისხამს, ნაყოფსაც და ამ ნაყოფით მთელი ქვეყანა იხეირებს და დატკბება. იმედია. ძალიან დიდი მადლობა. დიმიტრის და მადლობა მეორე დიმიტრისაც. იმედია. ამ ოპტიმიზმით შევხედოთ მომავალს. ოპტიმისტური განწყობებით შევხედოთ მომავალს.